მოგესალმებით, იმედი მაქვს, კარგად ხართ. 4 მაყურებელი ყავს. მოკლედ დღევანდელი, ესე ვთქვათ, ეს live სესია მინდა დავუთმო ძალიან ხშირად დასმულ კითხვებს ალაპარაკო ინგლისურის განვითარებასთან დაკავშირებულს. ასე რომ ნებისმიერს თუ კი გექნებათ რაიმე შეკითხვა, მე დიდი სიამოვნებით ვეცდები, რომ მაქსიმალური სიზუსტით გაგცეთ პასუხები. მათ ვინც არ მიცნობს, მე გახლავართ სანდრო ეზგვერაძე, ინგლისური ენის მასწავლებელი, დაახლოებით 7 წელია ამ საქმიანობით ვარ დაკავებული. დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი რამოდენიმე ინგლისურენოვან ქვეყანაში და ამჟამად საქართველოში გახლავართ და საქართველოდან ესე ვთქვათ ვეწევი ამ ჩემს საქმიანობას. ასე რომ როგორც ეს ჩემს შესახებ მოკლე ესე ვთქვათ ინფორმაცია რაც შეეხება დღევანდელი ესე ვთქვათ ლაივის მიზეზს, როგორც თქვენ სათაურიდან ესე ვთქვათ ხედავთ, აღწერილობაში მოცემული არის, კითხვა-პასუხის რეჟიმი იქნება სასაუბრო ინგლისურთან დაკავშირებული. მოკლედ შეგიძლიათ მომწეროთ კითხვები და ვეცდები ამ კითხვებზე პასუხები გაგცეთ ხოლმე. ასევე მინდა ყველას მადლობა გადაუხადო მათ ვინც ეს თქვა ჩემს ინგლისურის Facebook გვერდზე English with Sandro's ზეხართ ესე ვთქვათ შემოერთებულნი და იმისთვის რომ ჩემს ვიდეოებს თვალყურს ამდევნებთ. ჩვენ გვყავს სალია, ნათია, ქეთი, ანა და ნათია ჯერჯერობით. მოკლედ კითხვები თუ გექნებათ, აუცილებლად დამისვით და ვეცდები მაქსიმალურად ზუსტად გაგცეთ პასუხები. ნუკა შემოგვემატა. როგორც წესი, გამოწვევები გვაქვს ხოლმე, ეს ვთქვათ, უცხოენის შესწავლისას. ეს გამოწვევები სხვადასხვა გვარის არსებობს. მადლობა თქვენ, რუსკა, პირიქით. ეს გამოწვევები სხვადასხვა გვარის არსებობს. მათ შორის ეს შეიძლება იყოს გრამატიკული, შეიძლება იყოს ლექსიკური, ფრაზეოლოგიური და ბოლოს ერთ-ერთი ესე ვთქვათ ხშირად რა საკითხსაც ვეჩეხები ხოლმე ყოველდღიურ სიტუაციებში სხვა ადამიანთან საუბრისას არის ის რომ რაღაცა ცოდნის ბაზა აქვს ადამიანს თუმცა ამ ცოდნის გამოვლენა გვიჭირს ხოლმე მეც აბსოლუტურად იგივე სიტუაციაში ვიყავი წლების წინ და არსებობს გამოსავალი ეს არ არის დაუშვათ ისეთი გამოვალე სიტუაცია რომ ჩვენ ეს ვერ დავძლიოთ. ძალიან მარტივად არის ამ ყველაფრის თვის თავის დაძლევა. თამუნა მადლობა თქვენ პირიქით. ეხლა სანამ ესე ვთქვათ კითხვებს გამომიგზავნეთ, თუ კი გექნებათ სურვილი, 1-2 სიტყვით მინდა ეკა გამარჯობათ. 1-2 სიტყვით მინდა გესაუბროთ აი ბოლოს საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ, თუ როგორ უნდა გამოვიტანოთ ეს ინფორმაცია გარეთ, ის მიღებული ინფორმაცია. ეს ბუნებრივია სხვადასხვა ადამიანს, სხვადასხვა გამოწვევები აქვს. ეხლა ამ კონკრეტულ საკითხზე ვისაუბროთ, სანამ კითხვები გაჟღერდება და მე მინდა მოკლედ ჩემი გაგიზიაროთ, ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. პირველი გახლავთ ის, რომ როდესაც ჩვენ რაღაცა ინფორმაციას ვიღებთ, ანუ გონებაში შედის ეს ინფორმაცია, ესე ვთქვათ, ვიზუალური საშუალებით, ჩვენი სმენითი აპარატის საშუალებით და ასე შემდეგ. ამ ინფორმაციას ჩვენ იმ მომენტისთვის შეიძლება ძალიან კარგად გვესმოდეს, ეს არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ინგლისურის შესწავლასთან გვექნება საქმე, თუ ნებისმიერი სხვა საქმიანობის. აუცილებელი არის, ეხლა მე ინგლისურის პერსპექტივიდან ვისაუბრებ, რომ ეს ინფორმაცია, ანუ იმ მომენტში გაგებული ინფორმაცია, რომელიც ჩვენს გონებაში ტვინში შევიდა, იქ არ უნდა ვამყოფოთ. ამისთვის გვაქვს ბაგეები ჩვენ. ამიტომ ყველაზე ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ჩვენში არსებული ინფორმაცია ჩვენ შევძლოთ, რომ რეალურ სიტუაციაში გავაჟღეროთ, ხო, ინგლისურიდან ინგლისურზე ვსაუბრობთ ამ მომენტისთვის. აუცილებელი არის ბაგეები იმისთვის გვაქვს რომ მიღებული ინფორმაცია გამოუშვათ ბაგეებიდან. ანუ ცირკულაცია უნდა მოხდეს ინფორმაციის. ძალიან ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, ეს ვიცი, მაგრამ ვერ ვსაუბრობ და ყველაზე ძირითადი მიზეზი, თუ კი ჩემი გამოცდილება ყოველ შემთხვევაში ამას მეუბნება, არის ის, რომ მე რაც გონებაში რაც შევიდა, იმ ინფორმაციას იქ ვამყოფებ და ბაგეებიდან არ ვუშვებ.
აი მაგალითი განვიხილოთ. ხშირად ხდება ისეთი სიტუაციაში მიწევს ხოლმე ყოფნა, როდესაც ადამიანი მეუბნება, რომ რაღაცა კონკრეტული დრო ვიცი. და მე ესე ვთქვათ, ჩემის მხრიდან ამის ტესტირება ხდება, რომ დავწუნე იმაში, რომ რამდენად კარგად იცის და ესეთი დამოკიდებულება ჩნდება, რეალობა ჩნდება, რომ კი რაღაცა თეორიულად იცის ადამიანმა, შეიძლება მთელი სიზუსტით არ იცოდეს, თუმცა, როდესაც მე ქართულ წინადადებას ვეუბნები მას, რომ მითარგმნოს ინგლისურად ზუსტად იმ კონკრეტულ დროში, რაზეც მე კითხვა დაუსვი, აი აქ უკვე ხდება ძალიან დიდი შეყოვნება. და ერთადერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ თავის დროზე, როდესაც ამ პიროვნებამ შეისწავლა ეს კონკრეტული დრო, არ დაიწყო იმ დროის გამოყენება, ანუ ბაგეებიდან გამოშვება იმ ინფორმაციის არ დაიწყო. ამაში ჩვენ ხელს გვიშლის ძალიან ინტერნეტ რესურსები. ანუ ინტერნეტში ჩვენ უკვე მზა, ესე ვთქვათ, მაგალითებს გვაწვდიან, ინტერნეტს თავისთავად უდიდესი პლუსები გააჩნია, რომელიც ჩვენ სასარგებლოდ შეგვიძლია ძალიან სასარგებლოდ გამოვიყენოთ, თუმცა ენის სწავლისას ის მზა მაგალითები, რომელიც მილიონობით და მილიარდობით არის ინტერნეტ სივრცეში, მათი, ესე ვთქვათ, მზა პროდუქტად ქონა არის ტვინის გაზარმაცების ძალიან დიდი საშუალება. ამიტომ მე თავიდან მივხვდი ამას რაღაც წლების წინ, რომ ის რომ მე რაღაცა ფრჩხილები უნდა გავხსნა და სწორი ფორმა ჩავსვა იგზმნის იქნება თუ რაც არ უნდა იყოს, ეს მე იმ მომენტისთვის, ესე ვთქვათ, თითქოს მამშვიდებს, რომ უი რა ზუსტად გავაკეთე სწორი პასუხის შემთხვევაში და მეუბნება რომ უი სანდრო შენ ეს დრო ხო იცი? ანუ ეს დრო იცი შენ მორჩა. მაგრამ რეალურ სიტუაციაში, როდესაც მე ქართულ წინადადებას ვაწვდი მსმენელს და ვთხოვ რომ მითარგმნოს აი იმ კონკრეტულ დროში, უკვე აქ სირთულე ჩნდება. ამიტომ ერთადერთი, აი ყველაზე აქტუალური რჩევა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, რაც მინდა გაგიზიაროთ, გახლავთ ის, რომ როგორც კი გაიგეთ ინფორმაცია, შევიდა გონებაში, ეგრევე გამოუშვით ბაგეებიდან. ეხლა შეიძლება ბევრმა თქვენგანმა, მეც მათ შორის, ვთქვათ, რომ იცით რა, აი არავინ არ მყავს დასალაპარაკებელი, რა ვისაც შემიძლია ეს გაუზიარო ინგლისურ ენოვანი. იცით როგორი სიტუაციაა, რომ ამას მე რო ბაგეებიდან გამოუშვა ეს ინფორმაცია, მე ხო ბევრად უკვე დამამახსოვრდება. არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი მოსაუბრე მხარე ინგლისურ ენოვანია თუ არა ინგლისურ ენოვანია. ქართველი ოჯახის წევრი, მეგობარი, უცხოელი იყოს ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი, გნებავთ ამერიკელი, ბრიტანელი, ევროპის წარმომადგენელი, ვინც არ უნდა იყოს, მოკლედ. ოღონდ უნდა გააჟღეროთ. აი ამ შემთხვევაში თუ კი ეს შესული ინფორმაცია ჩვენ ბაგეებიდან გამოუშვებთ, უკვე ალბათობა იმისა, რომ ჩვენ აი ამ დროს ბევრად ზუსტად და ბევრად ხარისხიანად გამოვიყენებთ სხვა სიტუაციებში, ძალიან მაღალია, ვიდრე შევადაროთ ახლა იმ ძველ სიტუაციას, როდესაც ჩვენ ინტერნეტიდან მოწოდებულ მასალას, ეს ვთქვათ, იქვე ვავსებთ და გგონია, რომ ეს თემა, ვიცით, 1-დან 10-მდე, ესე ვთქვათ, რა 10-ის ყველაზე მაღალი ქულით. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ეს, რომ მიღებული ინფორმაცია ეგრევე მომენტალურად გამოხვიდეთ და თქვენს თუ ქართულ გარემოში ხართ, თქვენს ოჯახის წევრს გაუზიაროთ, რაღაცა თქვათ, თქვენს მეგობარს უთხრათ, ან თუ უცხოურ გარემოში ბრძანდებით, უცხოელთან გააჟღეროთ. ამ შემთხვევაში, ოღონდ ამას სჭირდება პატარა თვითდაჯერებულობის ხარისხის, ცოტა მაღალი ხარისხის ქონა, იმისთვის რომ საკუთარი თავი გადავლახოთ აი ამ ნაწილში. ამ გადალახვის შემთხვევაში თქვენ თვითონ ნახავთ, რომ თქმის შემდეგ თქვენ თვითონ დაფიქრდებით, უიმ ეს იყო მთელი ამბავიო. ეს იყო სირთულე, რაც მე მაჩერებ და ამიტომ ამას რო გადალახავთ ერთნაბიჯს, მერე ბუნებრივია სხვა საკითხზე გადაბრძანდებით. იმ სხვა საკითხსაც ნუ დაიტოვებთ გონებაში, ეგრევე გადით და გააჟღერეთ სადმე. იმისთვის რომ ეს ინფორმაცია მუდმივად ძალიან ხანგრძლივი ვადით შენარჩუნდეს თქვენს გონებაში, ერთი და მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ფსიქოლოგიური ფაქტორი. ჩვენი ფსიქოლოგია ძალიან ხშირად ეს რაღაცა ბლოკს წარმოქმნის ხოლმე და გვატორმუზებს რა ბუდიში ამ სიტყვის გამოყენებისთვის, იმისგან რომ ჩვენ გავაჟღეროთ ინფორმაცია. ეს ფსიქოლოგიური ფაქტორიც მუშაობს. ამიტომ ეს ორი საკითხი რო დაიძლიოს, ანუ ხანგრძლივი ვადით რო დამამახსოვრდეს ეს ინფორმაცია ერთი და მეორე იმისთვის რომ ჩემი ფსიქოლოგია ადაპტირდეს ამ ახალი ინფორმაციის გამოშვებასთან. აი ამ ორ საკითხს, ესე ვთქვათ,
ერთიანობაში მოევლება. ესეთი გამოთქმა არის ინგლისურად you can steal two birds with one stone. ანუ ორი ესე ვთქვათ ჩიტის მოკლა ან არის შესაძლებელი, ან არ არის შესაძლებელი ერთი ქვითო. აი დაახლოებით ესეთისა ჩვენ ამ შემთხვევაში ორ ჩიტს დავიჭერთ, ორ კურდღელს ქართულ რეალობაში ორი კურდღლის მადევარი ვერცეს ვერ დაიჭერსო, დაახლოებით ესეთი თემა იქნება. ამიტომ აი ეს გახსოვდეთ. აი ეხლა ხო საუბრობთ ჩვენ და დაუშვათ აი ამ მომენტისთვის რაღაცა ინფორმაცია გაქვთ თქვენ გრამატიკული იქნება თუ ლექსიკური იქნება, რომელიც ესე ვთქვათ მეხსიერებაში გვაქვს და არ გამოგიყენებიათ. აი ჩვენი ლაივის დასრულების შემდეგ გაბრძანდით თქვენს მშობლებს, შვილებს, მეუღლეებთან გააჟღერეთ ეს ინფორმაცია, ვისაც გაქვთ ამის საშუალება. და თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ თუმცა თურმე რამდენად მარტივი არის ის, რაზეც ჩვენ ძალიან ხშირად ვწვალობ და გონია, ესე ვთქვათ, დიდი თავსატეხი რა. აი ეს მოკლე რჩევა მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვის. უღრმესი მადლობა ყველას იმისთვის, რომ ეს ვთქვათ ესწრებით ჩემს ლაივს და სათაურიდან ამ ლაივის დასახელებიდან გამომდინარე, დღეს გვექნება კითხვა-პასუხის რეჟიმი ამ სასაუბრო ინგლისურთან დაკავშირებით. ჩემი ესე ვთქვათ წარდგენა დღეს დავიწყე იმით, რომ რა ესე ვთქვათ გამოწვევები გვხდება გზადაგზა, ესე ვთქვათ უცხოენის შესწავლისას და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაზეც ვისაუბრე, იყო ის, რომ მიღებული ინფორმაცია ბაგეებიდან უნდა გამოვუშვათ. ეს მათვის ვინც გვიან შემომიერთა. ეხლა ძალიან კარგი კითხვა ისმის თამუნა ლობჟანიძის მიერ დაისვა მომავალი წარსულში. ეხლა ეს რას ნიშნავს მომავალი წარსულში? თეწამით რამე სხვა კითხვები სხვა გამოჩა? არა. ესე იგი, ინგლისურში არის უამრავი დრო. ესე ვთქვათ, 12 დრო მოიაზრება როგორც ძირითადი დრო და ამ 12-ს ზოგის ხედვით, ესე ვთქვათ, 4-ს ამატებენ, ეს 4 არის ვუდის გამოყენებით. ეს ვუდი გახლავთ, willis, აი მომავალში დამხმარებელს wills რომ ვიყენებთ, მისი წარსული ფორმა. გნებავთ განიხილეთ ეს ვუდი როგორც დროის კონტექსტში, ან გნებავთ განიხილეთ როგორც მოდალური ზმნის კონტექსტში. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. სანამ ეხა ვუდს აღწერდით და ესე ვთქვათ, ვისაუბრებდით ამის შესახებ, მე მინდა გითხრათ, რომ ესეთი სტერეოტიპია ქართულ რეალობაში შექმნილი, რომ ქართულში მხოლოდ 3 დრო არის, აწყვეტ წარსული მომავალი, ხოლო ინგლისურში არის უამრავი დრო. რაც სინამდვილეში თლად ესეც არ არის. პრინციპებით რო ვისაუბროთ, ისევე როგორც ინგლისურში, ასევე ქართულში არის 3 ძირითადი აწყვე მომავალი წარსული. თუმცა ქართულშიც არსებობს, აი სკოლის პერიოდში ქონდა ჩვენ გრამატიკას როცა ვსწავლობდით, იქ გვასწავლიდნენ სხვადასხვა დროებს ქართულისა, მწკრივებს ეძახიან. ანუ ამ მწკრივების ძირითადი დროების შეჯამების შედეგად ძალიან ბევრი დრო გამოგდის ქართულშიც. დაახლოებით 11 თუ არ ვწდები. ამიტომ ინგლისურისგან არ ვარ ძალიან შორს იმ თვალსაზრისით, რომ იქ ძალიან ბევრი დროა და ქართულში მხოლოდ 3 დრო არის. მწკრივები და სერიები ახლა გამახსენდა ეს მეორე ტერმინი. ეხლა რაც შეეხება აი ამ ვუდის თემას მომავალი წარსულში. ზოგადად wood გამოიყენება, როდესაც ჩვენ მე ხა ძირითად პრინციპზე ვისაუბრებ, გამონაკლისებზე დღეს არ გვექნება ჩვენ სერიები და მწკრივები, დიახთავნა. გამონაკლისებზე არ ვისაუბრებ, ძალიან ბევრ დროს აგვართმევს, მინდა ძირითად პრინციპებს შევეხოთ და აი ესენი ავხსნათ შეძლების ფარგლებში. ესე იგი, woody თავისთავად სიტყვით ქართულად არაფერს არ ნიშნავს. ეს არის ნოლი. ისევე როგორც will, როგორც დამხმარე ზმნა, არაფერს არ ნიშნავს. თუმცა როგორც გითხარით, will-ის წარსული ფორმა არის. თუმცა woody გულისხმობს, რას გულისხმობს? სურვილიანობას. აი ნატურას, რაღაცას რო ისურვებ ადამიანი. აი მაგალითად, ეხლა ამ მომენტში რომ ვისურვო, რომ აი ეხლა წავიდოდი მაგალითად ევროპაში დასასვენებლად. აი ეს არის სურვილის, ანუ არარეალისტური, ესე ვთქვათ, დამხმარე ზმნა არის, რომელიც არ მოხდა, არ ხდება, თუმცა მომავალში შესაძლოა მოხდეს. ვუდის თავისებურება ის არის, რომ მომავლის კონტექსტში შეიძლება ვუდი, ანუ ჩემი სურვილიანობა ევროპაში მოგზაურობის შეიძლება განხორციელდეს. მაგრამ რაც შეეხება ახლა აწმყოს ფარგლებში და წარსულის ფარგლებში არარეალისტურია, სულ და პათეტიკა. განვიხილოთ ახლა ვუდის აწმყოს სიტუაცია.
აწყო დროის, ესე ვთქვათ, გამოყენება. მე ახლა წეგან როგორც გითხარით, მე ახლა წავიდოდი ევროპაში სამოგზაუროდ. ეს გახლავთ ვუდის გამოყენება, იმიტომ რომ სურვილს გამოვხატავ ამით. I would travel to Europe. მე ვიმოგზაურებდი ევროპაში ახლა. რომელიც არ ხდება. ეხლა რაც შეეხება მის წარსულ ფორმას. ანუ ვუდი ასევე წარსულში შეგვიძლია გამოვიყენოთ, ისიც პათეტიკაა, ანუ არარეალისტურია, ასევე სურვილიანობის გამოხატულება არის. მაგალითად, გუშინ დრო რომ ქონოდა, მაგალითად, პიცას შევჭამდი პირობითად, ან ფული რომ ქონოდა, პიცას შევჭამდი. ესეც არარეალისტურია, ნატრის, ესე ვთქვათ, დონეზე ვსაუბრობთ რა, ოცნების დონეზე ვსაუბრობთ. ამ შემთხვევაში, როდესაც woods ვიყენებთ წარსულის კონტექსტში, შემოდის, ესე ვთქვათ, ფორმულა, რომელიც ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ. წარსულზეა საუბარი, wood-ის წარსულზე. ეს გახლავთ woody, უნდა ვთქვათ აუცილებლად, მეორე უნდა იყოს heavy, დამხმარე heavy და ზმნის მესამე ფორმა. აი სამეული დაიმახსოვრეთ woody, heavy და ზმნის მესამე ფორმა, როდესაც ვსაუბრობთ wood-ის წარსულ ფორმაზე. მაგალითად, გუშინ პიცას შევჭამდი, დრო ან ფული რომ ქონოდა. გამოგვივიდოდა ინგლისურად I would ფორმულის მეორე ნაწილი have, ჭამის მესამე ფორმა eaten, pizza yesterday. I would have eaten pizza yesterday. ანუ გუშინ პიცას შევჭამდი. აი ეს არის, ესე ვთქვათ, წარსულის და აწმყოს გამოყენება ვუდის ამბავში. ეხლა რაც შეეხება მომავალიც განვიხილოთ ძალიან მოკლედ. მომავალში შემიძლია მე ვისურვო, აუ ნეტა მაგალითად, ცირაა, აი დრო თუ მექნება, ხვალ, იგივე მაგალითზე გავჩერდეთ, ხვალ წავიდოდი ევროპაში, ხვალ ვიმოგზაურებდი ევროპაში. აქ შეგვიძლია ჩვეულებრივად, როგორც აწმყოში ვიყენებთ woods, ანალოგიურად გამოვიყენოთ მომავლისთვის. Tomorrow I would travel to Europe. აი ეს იქნება და ეს. აი ეს არის მთელი ძირითადი woods გამოყენება. woods ცალ-ცალკე გამონაკლისებიც ახლავს თან, რომელზეც ეხლა არ ვისაუბროთ, შეგვიძლია სხვა, ესე ვთქვათ, დრო დაუთმოთ იმას. ოღონდ ეს სამი დაიმახსოვრეთ. აწყო წარსული მომავალი, მომავალი შეიძლება მოხდეს, ანუ რეალისტური შეიძლება იყოს, თუმცა როდესაც woods აწმყოში ან წარსულში ვიყენებთ, ამ შემთხვევაში woody გახლავთ არარეალისტური, უბრალოდ ოცნებობის თემა არის. კი ბატონო, I would have eaten pizza. დიახ, თამარ, აი ზუსტად ესეთია. Yesterday, ხო, გუშინ მივირთმევდი პიცას. კი ბატონო, სერიები და მწკრივები, კი ბატონო, თამუნა, როგორ გამოვიყენოთ? ხო, გამოყენება თუ აუძზე მეკითხებით, იგივე პრინციპს გაგახსენებთ, რითიც დავიწყეთ ეს ჩვენი ლაივი, იმით რომ თუ გავიგეთ ახლა woody როგორ მუშაობს მომავალში, აწმყოში და წარსულში, თუ ხართ სახლის პირობებში, თქვენი ოჯახის წევრს ეუბნებით. რაღაცა გააჟღერეთ, რომ ეს შევიდა ინფორმაცია და უნდა გამოვიდეს აუცილებლად. და ხო, თუ არაქართულ გარემოში ხართ, არაქართულ გარემოში გააჟღერებთ აუცილებლად იმისთვის, რომ თითოეული მიღებული ინფორმაცია გამოვიყენოთ ჩვენ და სასარგებლოდ რა, რომ ჩვენ ესე ვთქვათ, ერთი ნაბიჯით კიდე წინ გადავიწიოთ ამ სალაპარაკო ინგლისურის ამბავში. კი ბატონო, ესე იგი, აქამდე რო შევაჯამოთ, რაზე ქონა საუბარი, პირველი არსებული ცოდნა როგორ უნდა გავაჟღეროთ ბაგეებიდან, ეგრევე იმ წამსვე, ყოველგვარი ორშაბათიდან დავიწყებ ამ საქმეს. იმ წამსვე უნდა დავიწყოთ ამის გაჟღერება, ეს ერთი, ამაზე ქონა საუბარი, ინფორმაციის ცირკულაცია უნდა მოხდეს, შევიდა, გამოვიდა. აი ეს ამის გარეშე გამორიცხულია. და მეორე საკითხი, ამ უნდა დასვა კითხვა woods-თან დაკავშირებით, რომელსაც სამი გამოყენება აქვს, მომავალი, აწყო და წარსული. მომავალში და აწყოში woody არ იცვლება, ჩვეულებრივ woody და ზმნის პირველი ფორმა იქნება მოცემული, ხოლო წარსულში woods ემატება heavy აუცილებლად და ზმნის მესამე ფორმა. აი ეს გახლავთ, მოკლედ wood-ის გამოყენება. კი ბატონო. კითხვებს დაველოდები, თუ გაქვთ რაიმე კითხვა, გთხოვთ მოიწეროთ კომენტარების სექციაში და მაქსიმალურად ვეცდები, რომ გაგცეთ ამ კითხვებზე პასუხი. კარგით, სანამ კითხვა გაჟღერდება, კიდევ ერთ საკითხს შევეხები თქვენის ნებართვით. ანუ სალაპარაკო ინგლისური ეს ცალკე თემაა,
მაგრამ მოსმენის უნარი კიდე ცალკე განსხვავებული თემა არის. ძალიან ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, რომ დაუშვათ მე შეიძლება ვსაუბრობ რაღაცა დონეზე, მაგრამ სხვისი გაგებული არ მესმის რა. განსაკუთრებით ამერიკულ ინგლისურზეა. ბრიტანულ ინგლისური ხა ჩემთვის ყოველთვის უფრო ადვილად გასაგები იყო, უფრო მკვეთრად გამოთქვამენ სიტყვებს, ნაკლებად ხდება იქ სიტყვების კონტრაქცია, შემცირება. ამიტომ ამერიკულ ინგლისური არის ეს რომ ჩართავენ ესე ვთქვათ. იმიტომ რომ იმასაც თავისი ესე ვთქვათ ახსნა გააჩნია. თუმცა ეს სხვა დროისთვის შემოვინახოთ. განსაკუთრებით ამერიკულ ინგლისურის ახმა ძალიან ჭირს ხოლმე, მეც თავის რაღაც საწყის ეტაპზე ძალიან მიჭირდა ეს. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული ძალიან კარგად მესმოდა. ეხლა რა ხდება აქ? ჩემ კერძო გამოცდილებას გაგიზიარებთ. ეხლა ერთი პერიოდი მე მუშაობდი ამერიკულ კომპანიაში, იმ მომენტში ვცხოვრობდი სინგაპურში. და ჩოგბურთელი გახლდით, ჩემი ეს თქვა თელი ცხოვრება, ამ საქმიანობას ვეწეოდი და მოკლედ აუცილებლობა არსებობდა იმისა, რომ მე ინგლისური შემძლებოდა, ინგლისურად დალაპარაკება და სხვისი გამეგო აუცილებლად, იმიტომ რომ ამერიკული ეს თქვა დიქცია, აქცენტი განსხვავებული იყო. შესაბამისად, ანუ მე რომ არ გამეგო ამერიკელი საუბარი, ან მე რო არ შემძლებოდა ჩემი მესეჯის მიწოდება მეორე მხარისთვის, ეს იქნებოდა ჩემი, ესე ვთქვათ, კარიერისთვის კრახი. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავ ძალიან ცუდი ჩოგბურთელი, მაინც ესე ვთქვათ, კომპანიაში ვერ დავიმკვიდრებდი ჩემს ადგილს. ეს არ იყო ის გარემო, რომ მცირედი ინგლისურიდაც ადამიანს შეეძლო დაუშვათ ჩოგბურთი ესწავლებინა ერთს მეორესთვის. ამიტომ ეს პასუხისმგებლობის ახლა წლების მერე გავაკეთეს პატარა ანალიზი და ვწუნდები იმაში, რომ მე მგონი არ უნდა იყოს მცდარი ანალიზი. წლების მერე მივხვდი, რომ აი ეს ჩემი პასუხი კი არ მინდოდა უბრალოდ ინგლისურის სწავლა ან სხვისი გაგება. არამედ აუცილებლობა იყო ეს ჩემთვის. ანუ შესაბამისად ჩემი პასუხისმგებლობის ხარისხი შკალაზე იყო ძალიან მაღალ მწვერვალზე, იმიტომ რომ მე სამსახურს ვერ შევინარჩუნებდი. აქედან სად მიმყავს ახლა ეს საუბარი მე? საუბარი მიმყავს იქეთკენ, რომ პასუხი კონკრეტულად მიზანი რაც გაქვთ, აი იმ მიზანს თუ სჭირდება, მიზნის მისაღწევა თუ გჭირდება ინგლისურის ცოდნა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იმატებს, ხო, როგორც თქვით. და აქედან გამომდინარე, გონება სხვანაირად ამუშავებს ინფორმაციას, ათვისება ხდება ბევრად მაღალი ხარისხით, ვიდრე დაუშვათ მე ახლა ტელევიზორი რო ჩავრთო, ნებისმიერი ფილმი ჩავრთო და მოსმენა დავიწყო ამ ფილმის. შეიძლება რაღაც პროცესში ფილმის ყურებისას ინტერესი გამიჩნდეს, მაგრამ ეს არ იქნებოდა გამოწვეული აუცილებლობიდან გამომდინარე. ამიტომ თქვენ თავს უნდა დაუსახოთ მიზანი, აი რისთვის მჭირდება, ამის გარეშე შევძლებ დაუშვათ, ან დაუშვათ ინგლისური თუ ვიცი კარგად, უკეთესი შემოსავალი მექნება, დამაწინაურებენ, უკეთესად დავამყარებ ხალხთან კომუნიკაციას, აი თქვენს თავში უნდა განსაზღვროთ ეს. და თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რისთვისაც არის ინგლისური, აი ამ, ესე ვთქვათ, ფანჯრიდან დაინახეთ ენის შესწავლის აუცილებლობა. იმიტომ რომ ეს პასუხისმგებლობა ბევრად ამაღლდება და ინფორმაციის დამახსოვრება ბევრად მარტივად ხდება. ეს ერთი რაც შეეხება ამ ნაწილს. ეხლა ასევე მოსმენის თემას ვაგრძელებთ. ძალიან დიდი მადლობა, ურმესი მადლობა ნინო. ასევე ძალიან საინტერესო გახლავთ სიტყვების და ფრაზეოლოგიის შესწავლის სპეციფიკა. ისევ ვუბრუნდებით ამ ჩვენს ინტერესებს. აი მე მახსოვს ცხოვრების რაღაც ეტაპზე, მაშინ როდესაც ინგლისურს სწავლობდი, გრამატიკას, სიტყვებს და ასე შემდეგ, სიტყვების სწავლა და ფრაზების სწავლა არ მიადვილდებოდა ძალიან, მაგრამ აი ერთ რამეს გეტყვით, რომ ერთ ეტაპზე ძალიან გამიტაცა გიტარაზე დაკვრა. ამ მაგალითს სულ ვატრიალებ, იმიტომ რომ აი მართლა კარგი მაგალითი არის, ეხლა წლების მერე რო ვაკვირდები, ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, მიდგომა შემთხვევით გამოვიმუშავე. ძალიან გამიტაცა გიტარაზე დაკვრა. თუმცა დაკვრა არ ვიცოდი. და მოკლედ შევიძინე გიტარა, ყველაფერი და როცა კი დრო მქონდა, ჩემი გონება იყო ამით დაკავებული. აი ძალიან გამიტაცა.
დავიწყე ვიდეოების ყურება სხვადასხვა მასწავლებლები, როგორ ასწავლიან რაღაცა საბაზისო აკორდებს, იქ დაუშვათ სიმებზე, ჩამოკვრის ტექნიკას და ასე შემდეგ. ერთ ვიდეოს გადავყავდი მეორეზე, მეორეს, მესამეზე, მესამეს, მეოთხეს და ესე გაფაციცებით თითოეულ სიტყვას აი ესე მივსდევდი. და რა მოხდა, ამან რა გამოიწვია? ეს უამრავი ვიდეო რაც მე ვუყურე იმ საკითხზე, რაც ჩემთვის იყო ყველაზე საინტერესო იმ მომენტისთვის, რა. იმდენი სიტყვა და იმდენი ფრაზა და ისეთი თავისებურებები შემასწავლა, რომელსაც მე დაუშვათ აი ეს სიტყვები დაზუთხულად ვერ შევისწავლედი. ამიტომ ყოველთვის ეცადეთ სიტყვების და ფრაზების დასამახსოვრებლად თქვენს თავში იპოვოთ ის გატაცება, რაც თქვენთვის არის ყველაზე მაგარი. აი მაგალითად ზოგისთვის როგორც გითხარით გიტარის დაკვრა იყო საბოლოო ჩევეში ცოტა რაღაცები ვისწავლე. ზოგისთვის გიტარის დაკვრა, ზოგისთვის საჭმელების კეთება არის, ზოგისთვის რა ვიცი უამრავი რაღაც არსებობს. აი რაც თქვენს ესე ვთქვათ აი პრიორიტეტების სიაში ყველაზე მაღლა არის და რისი კეთებაც ყოველთვის გინდოდათ. აი ამგვარი ვიდეოები მოიძიეთ, ესე ვთქვათ სოციალურ ქსელებში და ამგვარ ვიდეოებს უყურეთ. ეს აუცილებლად შეგასწავლეთ ძალიან ბევრ სიტყვას, შეიძლება ის სიტყვები რაც იცოდით მანამდე, იმ სიტყვებსაც ამოატივტივებს და ესე იგი უკვე მოგცემთ საშუალებას, რომ რეალურ ცხოვრებაში გამოიყენოთ. ანუ ყველაზე მაგრად რაც გაინტერესებთ, აი ამ საკითხებს უყურეთ. ისე უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტელევიზორით ჩავრთე ან ის ჩავრთე ტელეფონით და რაღაცა ვიდეო ფილმი მოვიძიე და უყურე. დიდ შედეგზე, დიდად არ არის გათვლილი შედეგზე რა. აი ეს მინდა რომ გირჩიოთ. მე ყველა სიტყვა ვიცი, მაგრამ მაიკო კითხულობს. მე ყველა სიტყვა ვიცი, მაგრამ წინადადების აწყობაში მაინც ვუშვებ გრამატიკულ შეცდომებს. ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, საინტერესო და აქტუალური კითხვა არის. ეხლა მაიკოს კითხვაზე პასუხის გაცემა. მე ეხლა ამ მომენტისთვის რომ ვიცოდე 1 მილიონი ინგლისური სიტყვა და კიდე 1 მილიონი ინგლისური ფრაზა. თავისი იდიომებით, ფრაზულიზმებით, წინდებულის ფრაზებით, რაც კი არსებობს დედამიწის ზურგზე. ხო, კაცი შულმა არ იცის. და არ ვიცი წინადადებების აწყობა. ჩემი ინგლისური იქნება უბრალოდ ადამიანის, ესე ვთქვათ, გაქცეულის მოსაბრუნებლად. ანუ ეს სიტყვების ცოდნა, აი 2 მილიონი სიტყვა ვიცი, მაგრამ წინადადების აწყობის არ ცოდნა, ეს არის იგივე რომ მე გაქცეულს მოვაბრუნებ რა. აი ეს თემა იქნება. ამისთვის პარალელურ რეჟიმში აუცილებელი არის გრამატიკული საფუძვლების შესწავლა. გრამატიკული საფუძვლები რას მოიცავს? ეხლა მათთვის, ვისაც რაღაცა ბაზა აქვს სიტყვების. აუცილებელი არის დროების კარგად ცოდნა. ესე იგი, დროების კარგად ცოდნა რას ნიშნავს ახლა? აი, მე თუ დრო კარგად არ ვიცი, დაახლოებით ქართულად რომ გავაჟღერო, დაახლოებით შემდეგნაირად გაიჟღერებს წინადადება. მე ხვალ, რავი, წახვედი სამსახურში, პირობითად ვამბობ. ხო, აი დაახლოებით ესე თემა იქნება, კი გამგები გაიგებს, მაგრამ არ იქნება გამართული ესე თქვა წინადადება. აქედან გამომდინარე, მე ხვალ წავალ სამსახურში, აი ეს უნდა ვიცოდეთ ინგლისურად რა. რომ ყველა აუცილებელი დრო, რაც კი არსებობს ინგლისურში, აი ამ სიზუსტით უნდა ვიცოდე. მე ახლა მივდივარ სამსახურში რა დროა. მე ყოველ დღე დავდივარ სამსახურში რა დროა. მე გუშინ წავედი სამსახურში ეს რა დროა. გუშინ მივდიოდი სამსახურში კიდე სხვა დროა. მე უკვე წავედი სამსახურში. მე სამსახურში დავდივარ 10 წელია. ნახეთ, აი ეს ახლა მე ქართულად რაც გითხარით, ეს ყველაფერი არის ინგლისური სხვადასხვა დროები, ოღონდ ქართულ წინადადებებში თავმოყრილი. ხო, ეხლა რახან ამაზე ვსაუბრობთ, გავაგზავნებ მაიკოს კითხვაზე პასუხგაცემას, უბრალოდ ერთი პატარა ჩანართი მინდა გავაკეთო, იმისთვის რომ სალაპარაკო ინგლისურში შედგეს და ჩვენ დროები რეალურად ეფექტურად გამოვიყენოთ, ამისთვის არ არის ყველა სათითო ყველა დროის ცოდნა. არ არის აუცილებელი. ისე როგორც ქართულში ხო არის, რომ ძალიან რაღაც ჩახლართულ წინადადებებს ძალიან იშვიათად ვამბობთ ხოლმე. ხო? კი, ზოგჯერ გვიწევს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არ გვიწევს. იგივე თემა არის ინგლისურშიც რა. ანუ არსებობს დროების რაღაცა სპექტრი, მაგრამ ამ სპექტრის ცოდნა კარგია, თუ კი ვიცით, თუმცა ამ მთელი დროებიდან რაღაცა გარკვეული დროები გამოიყენება ძალიან მაღალი ინტენსივობით, ესე ვთქვათ რა. ამიტომ აი ამ დროებს უნდა დაუთმოთ ძალიან დიდი ყურადღება. ეხლა რა დროები არის? ეს დროები გახლავთ present simple,
ყოველდღიურობაში, რასაც ვაკეთებ, ან კვირაში ერთხელ, ან თვეში ერთხელ, ან წელიწადში ერთხელ. მეორე, present continuous-ი, ძალიან ამ წამს რა ხდება, ამის გამოხატვა უნდა შემოძლოს ინგლისურად. Past simple, წარსული მარტივი დრო, გუშინ რა გავაკეთე. Past continuous-ი, ეს მეოთხე, ანუ გუშინ რას ვაკეთებდი. Future simple უნდა ვიცოდე, ანუ ხვალ რას გავაკეთებ. უნდა ვიცოდე present perfect simple, უკვე რა მაქვს გაკეთებული, ან რა არ მაქვს არასდროს გაკეთებული, ეს არის present perfect simple და ბოლო დრო, მეშვიდე დრო, რასაც გირჩევთ რომ ისწავლოთ, არის present perfect continuous-ი. Present perfect continuous-ი აღწერს ისეთ მოქმედებას, რომელიც ადრე დაიწყო და დღევანდელ რეალობაშიც გრძელდება. აი ამ 7 დროის ცოდნა აბსოლუტურ თავისუფლებას მოგცემთ, ესე ვთქვათ, სასაუბრო რეალობაში, რომ თავი გაართვათ ნებისმიერ სათქმელს. ეხლა რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს იყო ეს თემა. მეორე გახდათ, მე ყველა სიტყვა ვიცი, მაიკოს კითხვას უბრუნდებით. ხო, დროების თემა, ანუ ეს 7 დრო უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა ვიცოდეთ? შევისწავლე, გავედი, გავაჟღერე. შევისწავლე და დავტოვე გონებაში არ მუშაობს. სამწუხაროდ. ნეტა მუშაობს, მაგრამ არ მუშაობს. ეხლა მეორე საკითხი, წინადადებების სტრუქტურა უნდა ვიცოდეთ ინგლისურში. აი ზუსტად უამრავი სიტყვების ცოდნა უნდა ახლდეს წინადადების სტრუქტურის ცოდნა. ანუ სიტყვათა წესრიგი წინადადებებში. ხო, რითი ვიწყებთ, რითი ვაგრძელებთ და რითი უნდა დავასრულოთ. ეს როგორც სტანდარტი, ეს არის ქვემდებარე, შემასმენელი და დამატება. აი ამ სამი, ესე ვთქვათ, ძირითადი კომპონენტისგან შედგება. თუმცა არსებობს სხვადასხვა ფორმის წინადადებები, სადაც ეს თანმიმდევრობა ცოტა იცვლის ხოლმე თავის, ესე ვთქვათ, ადგილს და გადადის სხვა პოზიციებზე. ეხლა წინადადების სტრუქტურას რაც შეეხება, ჩვენ კი რაღაცა საუბრობთ ეხლა ზოგად სტრუქტურაზე, ქვემდებარე, შემასმენელი და დამატება. თუმცა არსებობს უამრავი სტრუქტურა ინგლისურ ენაში და რისთვის გვჭირდება ეხლა ეს ჩვენ. სხვადასხვა ფორმის წინადადებების ცოდნა ჩვენ გვაძლევს საშუალებას, კიდევ დავამატებ, დროებთან ერთად, ხო, დროები კარგად უნდა ვიცოდეთ. გვაძლევს საშუალებას, რომ სხვადასხვა ფორმის წინადადებებით ვისაუბროთ. ანუ ინგლისური ხომ არ არის, ან ქართული, ან ნებისმიერი სხვა ენა, რომ მე მუშაობ ყოველდღე, ან გუშინ შევხვდი მეგობარს, ან ხვალ წავალ სამსახურში. მარტო ესეთი სტანდარტული წინადადებებით ხო არა? ხო ძალიან ხშირად სხვადასხვა, ესე ვთქვათ, ფორმებს ვამატებთ, მაგალითად, თუ ხვალ იწვიმებს, მაგალითად, ან გუშინ რომ ეწვიმა პირობითად, ან მაგალითად, რა ქვია იმას, კონტრასტული წინადადებები ძალიან ხშირად გამოიყენება. ხო, აი მაგალითად, გუშინ მთელი დღე მუშაობდი, მიუხედავად იმისა, არ დავღლილ ვარ. ანუ ხო უნდა დავღლილიყავი, კონტრასტი გაჩნდა. უნდა ვიცოდეთ, მაგალითად, როგორ უნდა მოუყვეთ ერთი მეორეს რაღაცა ამბავი. ეს ამბავი when, მაგალითად, როდესაც ქუჩაში მივდიოდი. ხო, when I was walking down the street, მაგალითად. ან სახლიდან გასვლამდე before I left home. After რაღაცის შემდეგ, lunch-ის შემდეგ, მაგალითად, შევხვდი ჩემს უფროს. After lunch, I met my boss, მაგალითად. ანუ ეს წინადადებების ფორმები გახლავთ რა. ეს ამათი ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი მაგალითად, იმისთვის რომ იყო წარმატებული, აი იმისთვის რომ როგორ უნდა დავალაგო ეს წინადადების რა სტრუქტურაა, ეს უნდა ვიცოდე. In order to, ესეთი ფორმა გახლავთ. Be successful, წარმატებული რომ იყო, ამისთვის ბევრი უნდა იმუშაო. You should work hard, მაგალითად. და გამოგვივიდა in order to be successful, you should work hard. ბევრი უნდა იმუშაო. ანუ მე ხა ეს წინადადებების სტრუქტურა რო ვიცი in order to და მე როგორი თანმიმდევრობა არის. ეს მეხმარება იმაში, რომ როცა კი მსგავსი აზრი გამიელვებს გონებაში, სადაც წინადადება იწყება იმისთვის, რომ პირველი რაც მიტივტივდება გონებაში არის in order to და მე მას ზმნა უნდა მოყვეს აუცილებლად. წამით, ხო, ესე იგი წინადადების განსხვავებული ფორმები უნდა იცოდეთ, აი როგორ იცით, აი ესე უნდა ხედავდეთ, აი. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა იყოს დალაგებული და ერთმანეთში არ უნდა იყოს აღრეული, რა ესე ვთქვა. ესე იგი დროები ვთქვით, რამხელა მნიშვნელობა აქვს.
წინადადების ფორმებზე ქონდა საუბარი და მესამე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი სალაპარაკო ინგლისურში გახლავთ მოდალური ზმნების ცოდნა. მოდალური ზმნების ცოდნა არის ძალიან გადამწყვეტი რა, crucial, გადამწყვეტი არის სალაპარაკო ინგლისურისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მოდალური ზმნები, should, could, would არა მხოლოდ რაღაცას ნიშნავს კონკრეტულად, არამედ ტექსტის ახლავს, რაღაცა ემოცია ახლავს, კონოტაცია ახლავს, რაღაცა იმისთვის, რომ გარდა იმისა, რომ პირდაპირ ესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა, მაგალითად could ამ შემთხვევაში, ან should ავიღოთ, should ნიშნავს უნდას, მაგრამ მისი ქვეტექსტი არის რჩევა. ან შეიძლება იყოს სინანულის გამოხატულება. ამიტომ მე მოდალურ ზმნები თუ კარგად ვიცი, შევისწავლე, რას ვაკეთებ? გავედი, გავაჟღერე. ჩემიანთან, უცხოსთან, ქართულთან, არაქართულთან არ აქვს ამის მნიშვნელობა. აი ესე თუ ვიცი, ძალიან ბევრი მთქმელი არის მოდალური ზმნების სალაპარაკო ინგლისურში. მეორე მხარეს, არა მხოლოდ ის სიტყვა ესმის, რასაც გადასცემთ, არამედ მისი ქვეტექსტიც ესმის. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ, ესე ვთქვათ, აი ამ მოდალურ ზმნებს და კიდევ რო დაუბრუნდეთ, ესე ვთქვათ, ჩვენს სმენის ამუქაჩვის, ესე ვთქვათ, საშუალებებს, გარდა იმისა, რაც გირჩიეთ, რომ ყველაზე ძალიან რაც გაინტერესებთ ამ დედამიწის ზურგზე. იმას უნდა უყუროთ, იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, იქიდან ყველაზე საინტერესო რაცაა, ძალიან ბევრი თქვენი გონება დაიბომბება ისეთი ინფორმაციით და დარჩება, რაც თქვენ ძალიან გაინტერესებთ. ეს ერთი და თუ ვერ ვასწრებთ, ესე ვთქვათ, სწრაფი საუბრის აღქმას, მის გააზრებას, გაგებას, ამისთვის ერთ-ერთი საშუალება არის ბოლო დროს თუ დააკვირდით, ვინც ადევნებთ, თუ კი ადევნებთ ჩემს ვიდეოებს, დავიწყე slow English-ის რაღაცა მოკლე ვიდეოების ჩაწერა ნელი ინგლისურის. აუცილებელი არის, სანამ მე, ესე ვთქვათ, ხო, ისე რო ვთქვათ რა, ბავშვობაში რო გვეუბნებო, სანამ სირბილს ისწავლიო, სიარული უნდა ისწავლო. ამიტომ ვიწყებ ნელი ინგლისურით, ჩვენც საუბრობთ ნელა, არ ვცდილობთ რომ და ჩვენც ნელა ვსაუბრობთ და უსმენთ შეძლების და გვარად ნელი ინგლისურის ვიდეოებს რა. იმისთვის რომ ყურის ადაპტაცია მოხდეს და შემდეგ უკვე ვართ რა მყარად, აი ამ ნელი ინგლისურის გაგებაში, გადავყავს ეს ჩვენ ეს თქვა მოსმენის უნარის შემდეგ ეტაპზე, რომელიც არის უკვე ჩვეულებრივი ინგლისურის გაგება. წამით, ახლავე, მაიკო, იმედი მაქვს გავეცი თქვენს ესე თქვათ კითხვას პასუხი. ერთი კითხვა შემოვიდა ახლა ხანს. აი ნინო კითხულობს აკადემიურ ინგლისურსაც შეეხეთ ვნებით გვარს. კი ბატონო, მოდით ამაზეც გავცეთ პასუხი, შეძლების მიხედვით და ამის შემდეგ ალბათ ეს იქნება ჩვენი დღევანდელი თემა. ესე იგი, ინგლისურში ისევე როგორც ქართულში, მე ერთი და იგივე წინადადება შემიძლია ორგვარად წარმოვთქვა. მაგალითად, მე ავაშენე სახლი. ეს ერთი გზა, ან იგივე შინაარსი, უბრალოდ ცოტა სიტყვის გარეთამაშება ხდება, შემიძლია სხვაგვარად თქვა. ეს სახლი აშენდა ჩემს მიერ. აი ეს სახლი აშენდა ჩემს მიერ, ეს არის ვნებითი გვარი. აი მაგალითად, ტურისტები გვყავს სიტყვაზე სტუმრად და გავიყვანეთ ქალაქში, ვათვალიერებინებთ შენობებს, ნაგებობებს, ეკლესიებს და ასე შემდეგ და ვეუბნებით, რომ აი ეს ეკლესია აშენდა მე-19 საუკუნეში. შეიძლება დავამატოთ ვის მიერ, შეიძლება არც დავამატოთ. აი ეს არის, ანუ იმან კი არა აშენა ვიღაცა სანდრომ კი არა აშენა ეკლესია მე-19 საუკუნეში. არამედ ეკლესია აშენდა მე-19 საუკუნეში. ეს გახლავთ ვნებითი გვარი. ვნებითი გვარი ძალიან ლამაზი მდიდრული ეს თქვა წინადადების წყობა არის. ძალიან ნინოს თქვის არ იყოს, ძალიან აკადემიური, მაღალი დონის, ესე ვთქვათ, თუმცა სალაპარაკო ინგლისურში აქვს გამოყენება აქა-იქ, მაგრამ უფრო წერით ინგლისურში, უფრო, ესე ვთქვათ, აქტიურად, უფრო ინტენსიურად გამოიყენება. თუმცა სალაპარაკოში თუ ჩართავ და გამოიყენებ, აბსოლუტურად გაამდიდრებს თქვენი მეტყველებას და ეს იქნება ძალიან საინტერესო მოსასმენი სხვების მხრიდან.
ვნებითი გვარი, ანუ ეს სახლი აშენდა, ან ეს ეკლესია აშენდა მე-19 საუკუნეში, მე კი არ ავაშენე, მე ავაშენეს, ამას კი არ ვამბობ. ეს ეკლესია აშენდა მე-19 საუკუნეში, იგივე დროები აქვს, იგივე დროებში შეგვიძლია ვაწარმოოთ, როგორც სტანდარტული წინადადებები. წეღან 7 დრო რაც ჩამოვთვალე. Present simply, continuously, past simply, continuously, future simply, present perfect simple, present perfect continuous. ამ 7-ვე დროში შეგიძლიათ თავისუფლად აწარმოოთ ვნებითი გვარის წინადადება. აბსოლუტურად ანალოგიურად, უბრალოდ იქ პატარა ფორმულების ცოდნა არის საჭირო, მაგალითად, მე ავაშენე ეს ეკლესია, I built this church last year, გასულ წელს. მაგრამ ეკლესია აშენდა გასულ წელს. The church was built last year. აი პატარა, ეს თქვა ცვლილება ფორმულის რაღაცა სხვადასხვაობა წარმოვიდა. თორე იდეა იგივეა, დროების კონტექსტში, მოქმედებით გვარის წინადადებებს შევადგენ, თუ ვნებითი გვარის წინადადებებს, დროები აბსოლუტურად ანალოგიურად მუშაობს თავისი შინაარსიდან გამომდინარე. მოკლედ, დღეისთვის ამაზე შევჯერდეთ. წარმატებებს გისურვებთ, ესე დრო და დრო ვეცდები ხოლმე, ასე ვთქვათ, რაღაც ვიდეო, ესეთ ლაივები ჩავთოთ ხოლმე და თქვენს კითხვები მოიწერეთ კომენტარებში, იმისთვის რომ შემდეგი, ასე ვთქვათ, ლაივი მიუძღვნათ იმ კონკრეტულ კითხვას. უღრმესი მადლობა, რომ დაესწარით ამ ჩემს ლაივ შეხვედრას, წარმატებებს გისურვებ, ყოველთვის იცოდეთ, ნებისმიერი კითხვა თუ კი გექნებათ ინგლისურთან დაკავშირებული, ყოველთვის თავისუფლად შეგიძლიათ მომართოთ ხოლმე მე, ეს იქნება გრამატიკული თუ ლექსიკური და აბა წარმატებებს გისურვებ. ბედნიერად.